პირველი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც მივედი და ვუთხარი, რომ გამარჯობა, მე თქვენი დიდი ფანი ვარ მეთქი. არ ვიცი, შენ გახსოვს თუ? აი მე და ვაიმე გაშახეთ. ჭიაჭველები. ვაიმე რამდენი? ვაიმე რამდენი ჭიაჭველა იყო? 150 ჭიაჭველა დამაზრებოდა. ეხაც დამაზრებოდა ფეხზე გავა. რამდენი იყო? რა მოკლა მეწოდება, მაგრამ ყვენენ. გადიწადი ბალახსა და ჭიანჭველებს. ბალახიდან ავიღე. აუ რა ცუდია. მუმია ლამის გავხთი. ძალიან წარეთ იქნებია. ძალიან მაგრამ იკბინე. დაადექით. მაგრამ მიხარია რომ აქ ხართ. ჩვენც ძალიან გვიხარია, მადლობა რომ წამოგვიყვანეთ ესეთ ლამაზ ადგილას. კაცების არა ზარმაცი სასტავი. ისინი არ არიან ზარმაცები, ოღონდ რაში გააჩნია რა. რაში არიან ეს? წამოწოლაში მაგალითად ჯობნიან. ახოს მოდი. ასვალტზე სიარულში გჯობნიან. ნელა სიარული. კი, ჭამაში გჯობნიან და რაღაც ბევრი დისციპლინები არის, რომელშიც ისინი ბადალი არ აყავთ. მოკლედ, აქ არ დავხარჯავ დროს. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, გორში გაიხსნა ახალი დაცული ტერიტორიები, რომელიც ძალიან ახლოსაა თბილისთან. ეხა მაგარი სიცხეები დაიწყება, ნანატრი მაგარი სიცხეები დაიწყება და თუ მოგინდებათ გაგრილება, აქ ხარ დაახლოებით საათ ნახევარში და უმაგრესი ხედებია და ძალიან მაგარი ბილიკებია. ველურ ბუნებაში, კაცებთან ერთად. გვიყურეთ. ენა ეპოქალური კრინჯი ვარ. ჩვენ ვერ მოახერხეთ თქვენი გაცნობა და ეხლა უნდა გავეცნოთ ხალხს. მე ვარ დემილაცაბიძე, ტანსახმეტილის დირექტორი და ქაურობის დამცველი. შენ ხარ დირექტორი ამ ყველაფრის. ეხლა მოდი ნახე რამე. ბავშვის ეს მინდა პატარა. აი აგერის ეს საახალწლო მინდა ლამაზი ნაძვის. აი შენიც ეხლა შენ უფრო იცი. ფაქტიურად თეზმისა და ტანის დინარე ტანის გასაყარზე ვართ. იქით არის თეზმის ხეობა, აქეთ ტანის ხეობა. შუაში ჩვენ. შუაში ჩვენ. ვა. შენი კითხეობისკენ დადექი მე აქეთ რა და ვაკონტროლოთ რა. შენ შუა გაამართე. მაინც არ მოვიდეს ვინმე არაკეთილ მოსწონი. ყველაზე ხშირად აქ რა ცხოველები დაბოდიალობენ? ხშირია დათვი, შველი, ფოცხვერი, გარეული ღორი, მელა. და ერთი კაცი დადის ვერ გაარკვიეს ვინმე. ადამიანებში ჩაწეროთ თუ ცხოველებში. თუმცა ცხოველი ნა ეხა ტყეში. ყველასაში ტყეში. ფეხა ადამიანი. მაგის ეშინა ყველას. იმის შემდგომ მოდის დათვი და მგელი და გელი აქ არის? გელის კი ხშირია ხოლმე ფერმებია და ცხარს დაყვება გარშემო. ეს ჩვენგან. ამაზე ნებართვა მინდოდა ეხლა. დამესაბუთები და საკითხი. მინდორს თავისუფლად შეგიძლია. გამხმარი გვირილებია იქით და იქ. დაზიანებული. ინფლუენსერებს მინდა მიუმართო რა, რომ აქ რო ამოხვალ და კარგ ხედებს გადაიღებთ, ნერვოზი არ დაგემართოთ, არ იჭერს და ვერ ატვირთავთ იმ წუთშივე. დაიცადეთ რომ ჩახვალთ და ქვემოთ ატვირთავთ. მე რაღაცა შეგიძლიათ ამიბათ მხარი ამ ყველაფერში, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თulis რომ შეუძლია ნაგავი დატოვოს მას შემდეგ, რაც გემრიელად მიირთმოს, დაყაროს და წავიდეს. დიახ, თქვენ გელაპარაკებით და ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ. ეგ მაქსიმალური დარწმენა თქვენ, მაქსიმალური კრინჯობა, არ ვიცი არის თუ არა ჩვენს აუდიტორიაში, ჩვენს 80,000 გამოვიდა. ვა, ნახე როგორი სიამაყითი თქვა. არა და მახსოვს 20-დან იწყება. არა 9 იყო რომ დაგირეკე. არა კაცო 1800 კაცი მყავდა რომ დამირეკე გეხოცები მიშველე რამე. რანაირად დავაფინე გეკონება ეს. ვა, 80-დან. მამანდერზად დამირეკე. არა, შენი შრომით, მე რაც თქვენ გიყურებთ ყოჩახს. ჩვენი შრომით, ჩვენი სუპერ ექსაურის. კი, აშკარად. ნიკა, მარიშკა, გურო, გიო. მეთქი გამომწერებს მოყვება. ვისაც უდადირია ამ ხეობაში, სოკო მოუკრეფია და უბრალოდ ბუნება უყვარდა და გარდაიცვალნენ. ყველა სონის ადმინისტრაციულოთ არის ხები დადგმული. ბიჭები ამოდიან ხოლმე და თან კეიფობენ ხალხი სოკოს ვინც მოკრიფას გამოილის
ესე წყალი ამ ხეობაში რომ მოდივარ წყარო აქ არ და მაგრამ ისა ხო წყო. და დასვენებას არ კარგი ამიდია სულთნაებზე. გასაგები. ეხლა ჩვენ ვართ კილიკეჟის ეკლესიაზე, რომელიც თარიღდება მე-7-მე საუკუნეებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რესტავრაცია. სამასია. ანუ ყველაზე ცუდი არის ის, რომ როდესაც ადამიანი ტყეში შედის და ხეს ჭრის, ის განაბუნებას პარავს, ან რეინჯერს, ან მეტყევეს, ან გარემოს დამცველს. ანუ თვითონ ჩვენ თაგავს გვყარავს, იმიტომ რომ ის ხე ყველასია და ყველას გვეკუთვნის და ყველა ერთიანად ვართ ვალდებულები, რომ ამ ბუნებას გაუფრთხილდეთ და მოუვაროთ. ისევ ჩვენი მომავლისთვის. აქ არის ტაძარი, აი აქ გზა როადის, მან დიჭერს ტელეფონი, ოღონდ ხე ინტერნეტის იმედი ნუ გექნებათ, მან იქნება საშუალება, ალო, ცოცხალი ვარ. ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. რა არის ესა? ეს არის კესანები, რომელიც უკვე დაბლა მოილია. ეხლა ჩვენთან მთაში ეხლა ყოვის. ეხლა მომჩუქნი ამას. თქვენი რამდენ ჰექტარზე არის გადაჭიმული და რა ბიომრავალფეროვნება გვხვდება აქ? ზოგადად ტანასახკვეთილი არის 10986 ჰექტარი, თუმცა ჩვენს გვერდზე არის ტანათეძმის დაცული ლანდშაფტი და ერთიანობაში 32000 ჰექტარზე მეტს შეადგენს ეს ტერიტორიები. ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენს მიერ გადაღებული ბიომრავალფეროვნების ფოტოები, სადაც დათვი ზურგს იფხავს, ბუ კალმახს იჭერს და ბუ კალმახს იჭერს? და მოდი ბუ კალმახს იჭერს? როგორც ჩანს ჩვენთან იჭერს და ესეც დავაფიქსირეთ. კითხვა იყო ასეთი ბუნებას და ცხოველებს რომ შეეძლოთ საუბარი, რას გვეტყოდნენ ჩვენ ადამიანებს. აი ბიჭები გაგზავნენ მაგაზე პასუხს ალბათ. კარგ პასუხს. დაგვანებეთ. მოეწოდა რა სიტყვდნენ? გაჯი. შეგვეშვით. აუ, თქვენ მაგარი უცნაური პროფესიებით ხართ მოსული წარმოდგენილი. წარმოდგენილი. კი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ფინანსისტი ფიზიკოსი. და ყველა გასართობ ინდუსტრიაში წარმოდგენი. პროფესიით რა ხართ? მე პროფესიით ვარ მეტყევე ინჟინერი. აი, ერთ-ერთი ადამიანი ვიცი პროფესია. სწორად არის მოხვედრილი წეში. ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, ისწავლა და აუ რა კაი პიტნა. ეს რო წავიღო სახში და ლიმონადში გამოიყენო. ეს არის გამოიყენება, ის სხვა პიტნა. ეს ის გამოიყენება. ეს ვირის პიტნას ეძახიან ამას. ვირი ჭამს. ის გამოიყენება, ფაღარათის პიტნია. ალბათ ცხოველი გამოიყენოს სხვავის დაიშვლების თორეში. ხო, პიტნას მიირთვეს. ჭამი აბა. მე შევჭამ. არა, შეჭამ არ არის კარგი. მოიცა ისე არ შეჭამ. რა შევჭამ? ველური პიტნა არ არის საჭმელად გამოიყენება.
აჭმევა მას. გეოლოგიური კუთხით რო შეგვიფასოთ აქაო. გეოლოგიური კუთხით დაფარულია ყველაფერი. სცენარეები. შემდეგ ლოკაციაზე ის არის ვულკანური ქანებია და ისინი აი, შეგვიფასოს. კი ბატონო, გეოლოგმა იქ უფრო კომპეტენტური იქნება. ფიზიკოსი რამე სიტყვით გამოვა, გეოლოგს ავეთანხმები. ფინანსისტი კი ფულს დათვლის. რა ფული შეიძლება გაკეთდეს აქ? დიდი მაყუთი. თან აქაური ბიზნესი გავა მაღალმთიანში და მეტი შეღავათი გიქცევთ. ფიქრია. ხედავ ერთ წელიწადში ვირისპიტრის ლიმონადს. ეს მაგათაც მიიღოს მოგებაში ვარ და ინვესტორებო თუ ვინმე დაინტერესდით. აქ ვარ. იძლიათ. ფიზიკაზე, მოდი ბიოლოგი. გეოლოგი. და ქიმიკოსი. ქიმიკოსი და მეტყევე. ფიზიკოსია. ეგ საგნები ჩემი ის არის. ოღონდ ფიზიკას სწავლობდი. შეიძლება რომ მონტაჟ დროს გეოლოგი, ფიზიკოსი და ფინანსისტი. კაცებიდან ვინ როდის გაიცანით ერთმანეთი? კაცებიდან პირველი გავიცანი ლაბაძე. ჰა? პირველ სოჩაში ვიყავით წასულები კავეენიდან და იქ წამოყვა როგორც უხუცესი კავეენში კი? მოიცადე. მაშინაც უხუცესი იყო. ჰა, ოკეი. ლაბაძე უხუცესი დაიბადა. ეს სტატუსი დაყვება. ბელადი. კი, კი. ოკეი. ბელადი არა. ზარმაც ველად თუ დინახია სადმე ეგეთი არის. ოკეი. მეერე გავიცანი ჯანელა. ჩემ და ერთი წლით პატარაა და ჩვენთან ერთად თამაშობდა. პატარა არის? ერთი წლით. ხო, ერთი წლით. მე მგონი. და მეერე გავიცანი იყო უკვე პატარათან. ხო, ნუ აი ბუნებამ რო ვის როგორ ხა. მოკიდა ხელი ისე არის და. და მეერე იყო ბოლოს კბილელობა. ოკეი, რა პროფესიები თქვენ ხართ? იყო არის ფიზიკოსი, მე გეოლოგი, ჯანელა არის ეკონომისტი და ლაბაძე ფიზიკოსი. ოღონდ სხვა ფიზიკაა რა. და ყველას გაერთიანებდათ? იუმორი გვაერთიანებდა ყველას. ყველაზე მაგარი აი სამსახური რომელი იყო? TV11 ალბათ რა. ეს ცოტა მერე იყო, მაგრამ ბევრჯერ გვილაპარაკია მაგაზე რა, დავუშვათ რაღაცაში ვაქალაქს რო ვაკეთებდით, რადიოში რო ვიყავით, ან რაღაცა უნივერსიტეტში გავამშვიდობთ, მაგრამ მე რო გადავხედეთ ყველაზე კაი პერიოდი 2 წელი, ხო, 2 წელიწად ნახევარი იყო TV11 როცა ვაკეთებდით. ყველაზე მაგარი დრო. ჩვენთვის. კი. მაშინ გავშალეთ ფრთები. მე დავკეცეთ მართალი. და შევინახეთ ჯიბეში. ეხა გვაქვს დაკეცილი ფრთები თუ გჭირდებათ. კი, მაგრამ ეგრე არის, ხო, ცოტა ხანი და ჩაკეთო ფრთები და მე რა. ამას გაიზდება და დიდ ფრთებს გავშლით. ხო? ეხა სად მივდივართ? ჩანჩქერზე. ბის ჩანჩქერზე. ბის ჩანჩქერზე. წავედით ბის ჩანჩქერზე. ეხა ნამდვილად წავედით. ეხა. წავედი, ჩემი ქრნა წავხდი ჩვენა. უკვე ყველა გამიგვიდი. არა, ვითომ არა ეციც. აუ გადრამა ეგრე. მე ეგოა. ეს იყო ვიზუალური ხუმრობა იყო ესეთი. გადაამოწმეთ რა აქამდე თუ გვიყურეთ, გადაამოწმეთ გამოწერილი გაქვთ თუ არა ჩვენი არხი. ხო, დავმოწმები. კაცებიც გამოწერეთ. კაცებიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ თუ გადაგვისრო. მოწორაგიდა. თუ გადაგვისრო გამოწერებში. არა, იმიტომ რომ აქცია არის ახლა თუ გამოიწერთ, ნუ სასარს ხაზდაკლებით არის კაცი. ეხლა ჩვენ ჩამოვედით სოფელ ბიში და ჩანჩქერისკენ მიმავალ გზას დავადგებით და ეს არის შესასვლელი. ხო? და ნელ-ნელა გავუყვებით ჩანჩქერისკენ გზას. რამდენი წუთი უნდა ჩანჩქერამდე? დაახლოებით 30 ნახევარ საათი. ნახევარ. ხო, ჩვეულებრივ. ღოღით. ხო და ჩვენ დროს არ იყო ეგ აქ.იდან ცოცვით. აი, აგერ გამოცდილი კაცი, ნინოს რო დადიხარ აქ იმეები, ჩორტებით. ახე ადამიანი როგორ მოდის? დამკბინა ყველაფერმა. აი, ჯოხები, გორტექსები, იცის. დავდიოდი მე. ასაკიქვია ამას, ასაკი. ან მაგარია გორტექსები, ეს ყლაპანი რომ მოვადგინო. აი, ჯოხი რო გაიყარო. სახელუნეს არენდო, თვითკეთხარ. აუ, აქუდა ჩავარდე ახლა პანიკაში.
30 ბავშვი გადმოვიყვანი რა. აი, ეხა გვექნება აქ სანახაობა. მინუცა როგორ გადმოვა ნახოთ. ვიღაცა ჩატყაპუნდება. ვა! ველოდებოდი რომ ზოგი ერთები ჩატყაპუნდებოდნენ. რა უნდა? მოვლენებს თუ გაუსწრე. აქ არის სველი კლდე, რომელიც ზამთარზაფხულს ისველი აქვს და უბრალოდ ზამთარში დიდ ყინულზე იყინება ხოლმე. და სადაც სტარდება ხოლმე ცეცხლი, რეზეც ყინულზე სოხოში. ხო. ხილად შენა და გეოლოგიურად ეს რა ქანები არის აქ? ანალექტი და ანალექტანები ხვიჩაფები და მერგელები, რასაც ახლა უყურებ რა. კაი, მოგიწონა. განია. უნდა დავითრიო მე ჩემთვის. შეიძლება თქვი. ეს სასეირნო ბილიკია. ასე რომ გორში თუ წამობრძანდებით, აქ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ჩემი აზრით. შენთან მაგასარება საკუთარი. მე ესე ადგილი ძალიან დიდი ხანია არ მომწონებია. როგორც ეს ადგილი. იცი, აი გახსენებო მეც უნდა ვიტყვი, არც მე. მოიცადე? არც მე არ მომწონებია და ჩვენ მე გიოთ რა, ძირითადად დავდიოდით ხოლმე გაყინოთ ჩანჩქერზე და მორჩა და იქ გზევით აღარ გვაინტერესებდა სამშობლოს საერთოდ ხადიოდა. ზაფხულს საერთოდ პირველად ვარ. არის ულამაზესი, უმარტივეს და ძალიან კარგი არის. რაღაცნაირი არის რა, ლამაზია. ძალიან და ლამაზია. გორთან ძალიან ახლოს არის. ანუ შეხედეთ ჩვენ ჰაიკინგების პრობლემა ძირითადად რა იყო ის რომ ისე შორს მივდიოდით რომ 1-3 საათი მანქანით რომ მიდიხარ ვინც მიშვეული არა აი გოგლი გადმოდიხარ იმ მანქანიდან რა სანამ 1-40 წუთი გინდა აზრ მოხვიდე აკლიმატიზაცია გაიარო და აქ საათნახევარში ხარ ეგრევე რა და ბილიკი არის ფანტასტიკა მაგრამ ბილიკზე უფრო მაგარი არის რა მიდიხარ აი სადღაც 2-3 წუთში ერთხელ გეცვლება სრულიად გარემო ვერ გავდიოდი ბერსოსავდე, მივიდოდი ხოლმე, ასე პიჯოს გადავიდე, მე პორშეზე გავიდე. ეს პროცესი არაფერს არ ამბობდნენ. მე ნუ კიდე ამოდი და მე ახლა ძალიან ისე გამიშინაურდა ეს ადგილი, ხო ამალა გავიწყდი ის რაღაცა და ესენი ჩემთან ერთად ვუწევდნენ. მე აღმოჩნდა რომ წისქვილი. ამათო იცოდნენ და არ მეუბნებოდნენ და რამდენი ხანი არ გეუნებოდი? ამ 1-2 სეზონი ისე ვიარე რომ ეხა ხანს გავიგე ვახეთა. და საერთოდ რო იცოდეთ ეს ამბავი გორში გაბაზრებულია თქვი? ო ბიჭებმა მე ეს ის არის რაღაცა პიჯოს როიწეს ისტორიას უყვები ხოლმე. ისტორიას. როიმათაც იგივე. ხოლმე თემა არის რა და აქ ესე იგი ხუმრობა იქეთ იყოს როგორც ჩანს ეს ხეობაც ისეთი იყო რა. დასახლებული პუნქტია. დასახლებული იყო ზევით და ეს ის ქულები თავის დროზე თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ ნიკა ლოცულობდა.
რა ხდება? ჩამოვედით გორში და თუ გახსოვთ ერთი ნახევარი თვის წინ იყო პურტონთიოში რომ ვიყავით მოსულები და დღეს შეგვხდნენ და დავყვათიშეს რესტორანში და თავისთავად ახლა ქეიფს მოყვარული ხალხი ვარ და ჩვენც მოვდივართ აქ მაგრამ რა მოხდა იცი ფეხები დამისვოლდა თავიდან ბოლომდე სველი მაქვს ფეხსაცმელები და გადავწყვიტეთ რომ ბიჭებო მეთქეს რომ სველი ფეხსაცმელი დავიარო მაინც ახალგაზრდა ხარ ოღონდ მაღაზიაში უნდა გავიდეთ. ხოდა უნდა წავიდეთ ახლა მაღაზიაში მე ნიკა და შეიძლება კაკა დაგიძა, ხო? აუცილებელი. ანუ ხო. მოდი. მოწებით დავაფიქსიროთ მომენტი. მე ირაკლი კაკაბაძე და ნიკა ლობანიძე მივიდეთ გორში შოპინგზე. კაკა რა სიტყვია? რომელი ვაყიდინოთ? ჩვენ უნდა აურჩიოთ. 47 ზომები ხო? ნინო წიყე წავედით. მაგარი კატა, მაგაზიაში. ჩვენთვის რო ვერაფერს ვერ. ნიკა, არე მესეთი დრო დაედია, რომ თელი full package რო იყო. ფეხზე მციოდენ წინდები იყო კრეატიული და ჩემი ზომა სადი ვაქშია. სასაცილოდ კი გამოიყურები, მაგრამ იცი რა კომფორტული არის ნიკა. ნინო ძაღლ შენი წინდები რო დაინახა, თავი გაატრიალა. იცი რა არის ნიკა? ჩემი ცხოვრების პირველი იქედა. პერიოდი დაუთმე იმას, რა ქვია. ისე ჩაცმას, რომ სხვას მოწონებოდი და ჩემი ცხოვრების ბოლო ნაწილი მინდა დაუთმო იმას, რომ მე ვიყო კომფორტულად. მგონია რომ დავიმსახურე. ვა, დაიქრია ესენი რომ მინდოდა. აი. გამოიცვალა ეს შრალი წინდა გაცვია? ხო, წამოვიდე. ფეხსაცმელიც ქონდა ხო, გამოსაცვლელი? წამოვიდე. კარგი. საძვი ვართ. შიტ. უკვე არის საჭმელი მეტალი. წაულ. ვაუქნა ზნო, ვაუქნა. ჩვენთან ვიღებთ. აი გორის კატალეპიო რო იძახე. აი ეს არის გორის. ნარო? რა უნდა ვქნა გორულად? მაგისობა არის. დავჭრა? ბოლომდე დავჭრა? ეგ არის. აჰა. ოკეი. ეგრეც არა ხო? ხო? გავჩერდი? საუსი. ირთუ შეგარგოს. ის დიეტაზე რო ვიყავი. აჰა. ეგ სამ გაჟეროს. ძალიან გემრიელია მართლა. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, იცი რატო? ყველა 40 კილომეტრში. ჩვენს ქვეყანაში დიალექტი იცვლება. კილო იცვლება. გაკვირვების ნიშნების კი სხვადასხვანაირია. ჩვენ მაგალითად გოროლებს თაქვამის ნიშანი რა გვაქვს, ხო იცი? რა? თაქვა, მა. მა? მა. მა? მა, ვიდო, მა, ეს თაქვამის ნიშანი ეს არის. აი კასპში სხვა გებუა ღვინოს და სუფრა სხვანაირებია ვიდრე გორში. და ხაშუში ხო ანუ არ არსებობს გორელი, ნამდვილი გორელი, რომელიც აქაური არის და აქ დაიბადა და გორმა არ მიცეს სახელი. ეხლა თქვენ ხართ გორიდან, გიხვეწებით მოგწერეთ თქვენი მეტსახელი. ეგ ერთი მაინტერესებს. აი რა თამადია კითხე. მე ტყვით. რა? მართლა მაინტერესებს რატო ხდება ეგრე, რომ ყველას გორში აქვს მეტსახელი. გორში ზედმეტი სახელით იცნობენ სუპერლა. და პირველი სახელით არ გიცნობენ, ზედმეტი სახელით გიცნობენ. აი მე ეხლა ესა ცოლად რომ მოვიყარე, მაშინ გაიგო ჩემი ნამდვილი გვარდა სახელი. არა არც იცო. ეს კაი კაცი იყო გორში, მაგრამ პროჭებიშას ეძახდნენ. მარა კაი კაცი იყო. მარა გორმა ეგრე და. ხო იცოდი, არა, ხო, კარგია. მამა თქვენ წეკო ერქვა და თქვენ წეკოს გეძახიან. თქვენ შვილს? მე გოგო ვიყავდა, ხო ცეკოს ყორდა არ. აი ძმაკაცი იყოს ოსტრი ქვია მაგალითად, ბრო. ყველა ის ოსტრი ცნობილი პიროვნება. კაცი ვარ? კი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა იქნება შეჯამება დღეს.
ცოტა დაგველოდეთ და ყველა დავკარეთ. ნინო, შენ როგორი იყო, რა გიქნებოდა მეცახელი? ჩემი მეცახელი სვანეთში ამას მაიციან? ყასაბიჩო. ყასაბიჩი? ყასაბიჩი არის. შეიძლება გოს. გორში მეც რამდენჯერ ძალიან ბევრჯერ ამყოფი და დავთვლი რომ ქალაქს აკეთებენ ადამიანები. გორი კარგი ქალაქი იმიტომ არის რომ აქ კარგი ადამიანები ცხოვრობენ. და მათ პირდაპირობა ძალიან მაგარია. დიახ. ძალიან კარგი დღე იყო. შეიძლება გვესტუმრეთ. ჩვენ ისეთები ვართ როგორც იმაში YouTube-ში? არა, ფლატეგრეთის არაფერი. მოდი. ისე არ დავა. რანაირად მოვიდე? კამერა ჩართული იყო. მომე მე გადავიდე, ეგეთი ის კი არა ვარ, ლოხი. უმეცი ხომიდის, აი ხარ ეგზე გავა. არა, ეხა დავაჭირე რეკს, იმიტომ რომ გაიჭი. უგასად ეფექტები ხო არ გინდათ რომ რაღაცები. არა, შედის პაკეტში და ჩამოდი გორში დაათვალიერე ეს სამაგარი ქალაქი. აუცილებლად გაიარეთ ის პროექტი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და მე სიყვარული მეგობრობა კარგი ხასიათი, ცოტა ერთი-ერთი ჩქარა. კარგი საფრთხე, კარგი გარჩევა და გამოგვიწერეთ ხოლმე და სიკაფად ვიყოლეთ.